კოჯორში იუნკრების მემორიალთან დილიდან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები იკრიბებიან. პატივს მიაგებენ ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირებს და იხსენებენ 1921 წლის 25 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს. ადგილიდან მარიამ ბუღაძე გვერდდება პირდაპირ ეთერში. 25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში უმძიმესი დღეა. ამ დღის გმირთა ხსოვნის პატივსაცემად სწორედ იმ ადგილას, სადაც იუნკერთა და რუსეთის წითელ არმიას შორის შეტაკება მოხდა, დღეს მოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი, დედაქალაქის მერი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან ერთად. მათ გვირგვინით შეამგეს იუნკერთა მემორიალი და სიამაყით გაიხსენეს მათი თავდადება. თქვენ რომ ოკუპაცია დღესაც გრძელდება, რასაც საქართველოს არ შეეგუება. პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელა. დღეს ადგილზე იმყოფებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილიც. ეს დღე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი და ტრაგიკულია. საქართველოს პირველი რესპუბლიკის მარცხის საბჭოთა რეჟიმთან და ქართული სახელმწიფოს ოკუპაცია. მიუხედავად ქართველ პატრიოტთა დიდი ძალისხმევისა, მაშინდელმა ახლად შექმნილმა რესპუბლიკამ ვერ შეძლო გამკლავებოდა ბოროტ ძალას, რომელმაც ჩვენ ქვეყანას მოუსპო განვითარების და თავისუფლების პერსპექტივა. ოკუპაცია დღესაც გრძელდება. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს კვლავ მოუხდა უთანასწორო ბრძოლაში შესვლა. დღესაც ჩვენი სახელმწიფოს ძირძველი ნაწილი ოკუპირებულია. განსხვავებით გასული საუკუნის 20-იანი წლებისა დღეს ჩვენ გაცილებით ძლიერი, სუვერენული და თავდაჯერებულები ვართ. ჩვენ შევწევთ ძალა და გვაქვს მიზანი, რომ დავასრულოთ ოკუპაცია, გავამთლიანოთ ქვეყანა და კიდევ უფრო განვამტკიცოთ ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი. უმძიმესი დღეებია საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ამავდროულად ამ დღეებში მთელმა მსოფლიომ, მთელმა სამყარომ დაინახა თუ რაოდენ დიდია იყო სიმამაცე, პატრიოტიზმი საქართველოს სახელმწიფოს ძველების. მათი საქციელი, მათი თავდადება საუკუნეები იცოცხლებს და საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ყოველთვის გავიხსენებთ მათ, როგორც სიმბოლოს თავისუფლებისთვის ბრძოლისათვის და როგორც 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ საქართველოს ანექსია მოახდინა, რასაც ჩვენი ქვეყნის 60 წლიანი ოკუპაცია მოყვა. სწორედ ამ უთანასწორო ბრძოლას შეეწირა იუნკერთა უმრავლესობა.